სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, ჩავიკითხავთ თქვენის ნებართვით. სამსახურის უფროსი, ანუ მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს თავისი კოლეგების მიწვევით სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა. ეს ინფორმაცია რომ ჩამიგდეს დღეს დილით ჩემმა მეგობრებმა, ახლობლებმა, ცვირფასმა ადამიანებმა მე მოვაყოლეს წერილებიც, მაგალითად, ერთ-ერთი წერს მართლები ყოფილან შენი წყაროები ირაკლი, მე ზე აღმართული წერა ემოჯი გაუგზავნე მას. მეორემ გამომიგზავნა იგივე ლინკი უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული და მოვაყოლა წერილი, აბა ახლა რაღაც იტყვის ჩერგო, იგულისხმება თამარ ჩერგოლეიშვილი. მესამემ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა იგივე ლინკი გამომიგზავნა და მოვაყოლა წერილი ტყუილა გეჩხუბა ჩერგო თამარ ჩერგოლეიშვილი და მეოთხე წერილიც არის მეხუთესი და თუ არ ვცდები ხო სულ ჯამში 5 პირის მიერ გამოგზავნილი ეს ინფორმაცია და შესაბამისად წერილი რომელიც დაურთეს ამ ინფორმაციას წერილი მოწერილი ჩემთვის. საქმე ის არის რომ ამ რამდენიმე ხნის წინ მე გავავრცელე ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა სუსის უფროსი მამუკა მდინარაძე. რამდენიმე დღის წინ კი გავავრცელე ინფორმაცია და თავს დამესხა მეთქი ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი და ჩვენს შორის გაიმართა მსჯელობა კამათი დისკუსია თუ გნებავთ ასე ვიტყვი. ეს დისკუსია მრავალმხრივ გამორჩეული იყო ჩემი აზრით, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი ზოგიერთი პასაჟი. მაგალითად, ასეთი თამარმა რაღა ის აჯაროა ის პოსტი, მე თავისუფლებას მივცევ რომ მისი ზოგიერთი კომენტარი წავიკითხო. რა იცი რომ მდინარაძე ვაშინგტონში აბსოლუტურად ნორმალური კითხვაა. მაგრამ მე მიაყოლა მყისიერად წყარო მომეცი მედიის წარმომადგენელი ხარ და იმედია დაუდასტურებლად არ ჭორაო. ისედაც უპასუხე რომ მოდი თქვათ ასე ჩემს ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით მეთქი. მე ქალბატონი თამარი არ გაჩერდა ისევ დამესხა თავს შეწყალებაზე რომ დააყენეთ შტრაფნოი კაზიოლებივით ხალხი იგივე წყაროა არ ჩერდება მე და შემდეგი კომენტარია მანქანების კოლონე და 4-ში დაწყება და 4-ში დასრულება ვინც მოგატყუათ იგივე წყაროა. მე მაქსიმალურად ვეცადე რომ გავრიდებოდი ამ დისკუსიას, დავასრულოთ ქალბატონ თამარ მეთქი მივმართე ასე, მადლობაც გადავუხადე. ერთ-ერთი კომენტარი არის ამგვარი ქალბატონი თამარისა, ანუ მე არაფერი ვიცი, შეიძლება იქაა, შეიძლება არა, შენ რაზე დაყრდნობით ავცელებ ამას, იმ წყაროზე დაყრდნობით, ვინც გითხრა რომ პროდასავლელი ქურდები ჩვენსკენ არიან. მე პასუხი იყო ჩემი ამგვარი გონი გიპასუხეთ გამოჩნდება მეთქი და მე უკვე რაღაც სხვა თემებზეც არის ეს კამათი და მსჯელობა და დისკუსია ჩავხედავ თქვენის ნებართვით და ასე შემდეგ ხო სხვა თემებზე კი ამ თემაზე ოღონდ სხვა კუთხით და სხვა პრიზმით ქალბატონმა თამარმა მე უკვე არ დამასახელა მაგრამ მე მათ შორის მეც მისვლა ერთი პოსტი საკუთარ საჯარო Facebook გვერდზე სწორი პოსტი იყო რაღაც გარკვეული აქცენტები ყოველ შემთხვევაში ნამდვილად კარგად იყო დასმული და სწორად იყო გაკეთებული მაგალითად აქცენტი იმის თაობაზე ამდენადაც მახსოვს რომ ამ საერთოდ ჩავიდეს მამუკა მდინარაძე სადმე ან ნებისმიერი პირი მაგალითად შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილებას იღებს ჩვენს ქვეყანაში ივანიშვილი და მხოლოდ ივანიშვილი ერთგან უღონს არ მახსოვს საათ ქალბატონმა თამარმა ისიც თქვა რომ აგე მოხსნის კიდეცო ამი თუ ეს ასეა მოხსნის კიდეცო არ ვიცი სად არის ეს შესაძლოა ამ დისკუსიაში შესაძლოა სხვაგან და ასე შემდეგ მოკლედ საინტერესო ჯაბა ასე გაიმართა ჩემსა და ქალბატონ ჩერგოლეიშვილის შორის რამდენიმე ხნის წინ. დღეს როდესაც ჩამიგდეს ეს ინფორმაცია მამუკა მდინარაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის თაობაზე მე მომინდა გულახდილად გეტყვით წამეფიქრა რომ მეც მომეგო ნიშნი ქალბატონი ჩერგოლეიშვილისთვის და ჩავხედე სწორედ ამ ცნობილ საზოგადოების ერთი ნაწილისათვის ცნობილ საინტერესო თუ გნებავთ ასე ვიტყვი დისკუსიას რომელშიც საზოგადოების ერთი ნაწილი ემხრობოდა ქალბატონ ჩერგოლეიშვილს მეორე ნაწილი კი
მემხრობოდა მე არ მინდა თქვა რომ მე გავიმარჯვე იმ დისკუსიაში მეთქი რა საკვირველი ასე არ არის ბევრისთვის მე გავიმარჯვე ბევრისთვის სულაც დავმარცხდი საერთოდაც დავმარცხდი მოკლედ ჩავხედე და აღმოვაჩინე რომ პრინციპში ქალბატონი ჩერგოლიშვილი არ არის მტყუარი აი ხა ხო ბევრი ფიქრობდა იმას რომ მე ვიტყოდი რომ ქალბატონი ჩერგოლიშვილი მე დავამარცხე მეთქი არა ასე არ არის თლად გულახდილები თუ ვიქნებით დიახ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა ბაბუკა მდინარაძე განა არა დიახ ჩემი წყაროები არ ტყუოდნენ არ ცრუობდნენ სწორ ინფორმაცია აგეთურმე სწორ ინფორმაციას მაწვდიდნენ დიახ მე ვიყავი იმხანად მართალი ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში დაევადელი გადასახედიდან მაგრამ ბოლომდე მტყუარი არ არის ქალბატონი ჩერგოლიშვილი კერძოდ იმიტომ რომ ჩვენი დისკუსია ჩემსა და ქალბატონ ჩერგოლიშვილს შორის გაიმართა დღეს 11 თებერვალია გაიმართა როგორც Facebook-ი მიდასტურებს 6 დღის წინ შესაბამისად გაიმართა 5-ში 4-ში 5 შესაძლოა 6-ში და იმხანად ანუ 6 რიცხვში ბატონი მდინარაძე ყოველ შემთხვევაში სუსი ავრცელებს ინფორმაციას რომ 7-დან 10-მდე იმყოფებოდა ბატონი მდინარაძე შეერთებულ შტატებში იმხანად ბატონი მდინარაძე ანუ 6-ში თუ 5-ში შეერთებულ შტატებში მართლაც არ იმყოფებოდა მე ხო უკან კი არ ვიხევ უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ჩემი წყაროები რომლებიც მას მომაწოდეს ინფორმაცია მდინარაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის თაობაზე ერთის მხრივ მართლები იყვნენ იმიტომ რომ თურმე აგი აპირებდა მდინარაძე ვაშინგტონში გამგზავრებას მაგრამ იმ მომენტში როცა ინფორმაცია მომაწოდეს ამერიკა მდინარაძე არ იყო გზად ავისი თურქეთიდან გადაფრინდა თუ მიუნხენიდან თუ ვენიდან თუ რომელიმე სხვა ქალაქიდან ანუ იყო ატლანტის ოკეანის თავზე ან ჩასული იყო მაგრამ სუსი ამის თაობაზე უკვე ჩასული იყო მაგრამ სუსი ამის თაობაზე ინფორმაციას არ გვასწვის ჩვენ სწორედაც რომ ოფიციალურად აოფიციალურად ან ეგრეთ წოდებულ ინფორმაციას უნდა დავეყნოთ აქედან გამომდინარე ნიშნის მოგება ისედაც არ მქონდა საბოლოო ჯამში გადაწყვეტილი და განზრახული ქალბატონ ჩერგოლიშვილისთვის მაგრამ ახლა მით უფრო არ ვუგებ მას ნიშნს და არ ვამბობ რომ აგე მე ვაყოვა მე ყოფილვე მე აღმოჩნდა რომ მე ვარ მართალი მეთქი ამას არ ვაპირებდი პრინციპში მაინც და არც ახლა ვაპირებ იმიტომ რომ მას პასუხი დასაბრუნებელი რასაკვირველი აქვს ფორმალისტური თვალსაზრისით როდესაც ჩვენი დისკუსია გაიმართა 5-ში თუ 6-ში მდინარაძე იმხანად იმ მომენტში შეერთებულ შტატებში ნამდვილად არ იმყოფებოდა თუმცა შესაძლოა იყო გზად და წყარომ რომელმაც ეს ინფორმაცია მე მომაწოდა სხვებსაც როგორც მე ვხვდები და მაინც იფიქრა მაინც შეეშალა ამ წყაროს ზმნა არასწორ დროში ჩასვა ანუ მას უნდა მოეწერა დაახლოებით შემდეგი ეთქვა ჩემთვის რომ ამუკამ მდინარაძე მიემგზავრება შეერთებულ შტატებში და არ უნდა ეთქვა რომ ამუკამ მდინარაძე უკვე არის შეერთებულ შტატებში ასე მომაწოდეს ინფორმაცია და შესაბამისად 2-3 წყარომ ქართულის პრობლემაა მეთქი ასე ვიტყოდი მაგრამ არც თლად ასე უნდა იყოს საქმე საკმაოდ განათლებულ და ქართულის კარგად ვწოდდე მოქალაქეებთან მაქვს საქმე ისინი არიან სწორედაც რომ ჩემი ინფორმატორები ან ადამიანები რომლებსაც ინფორმაცია ამის თაობაზე მომაწოდეს აქ კიდევ ერთი დეტალია რაზეც ყოველდღიურად გავამახვილებ თქვენის ნებართვით ქალბატონ ჩერგოლიშვილი ერთგან აღნიშნავს თუ არ გამიქცა წავიკითხავ არ გამიქცა ეს ნაწილი ქალბატონი ჩერგოლიშვილი ერთგან აღნიშნავს ასეთი აქცენტი აქვს დასმული ანუ ესე ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორედ ამ სიტყვით იწყება მე არაფერი ვიცი შეიძლება იქაა შეიძლება არა მინდა გითხრათ რომ ქალბატონ ჩერგოლიაშვილს ან ნებისმიერს არ აქვს ექსკლუზივი არ შეიძლება ჰქონდეს ექსკლუზივი ინფორმაციაზე წყაროებთან მარტო ის არ მუშაობს არა მხოლოდ მას არ ხავს წყაროები ვაშინგტონიდანაც კი მიუხედავად იმისა რომ მას არაჩვეულებრივი კონტაქტები აქვს ვაშინგტონთან მასაც და მისი პარტიის მეორე ლიდერსაც ბატონ ბოგერიასაც ეს დარწმუნები დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ მის მიდასტურებენ ამას რომ ბოგერიას კონკრეტულად და ქალბატონ ჩერგოლიაშვილსაც აქვს კარგი კონტაქტები პრაქტიკულად ყველა დონეზე მეთქი ასე შემიძლია ვთქვა მაგრამ ხანდახან შეიძლება მოხდეს ისე რომ მას წყაროებმა არ მიაწოდონ რამე შეერთებული შტატებიდან ვაშინგტონიდან და მიაწოდონ სხვას მას არ აქვს ექსკლუზიურად ინფორმაციის მიღების ექსკლუზიური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა სწორედ სიტყვა არ არის ალბათ ხო მარტო მას არ აწვდიან ინფორმაციებს ეს მინდა ვთქვა ხანდახან ისე შეიძლება მოხდეს რომ მას სწორედ არ უამბონ რაღაცა არ უთხრან რაღაცა და სხვა
წყაროებმა სხვას დაუდასტურონ ესა თუ ის ინფორმაცია ამას უნდა შეეგუოს ყველა მეთქი ასე ვიტყვი და მათ შორის ქალბატონი ჩერგოლეიშვილი არავითარ შემთხვევაში არ მიმყავს საუბარი არც არანაირი ეგრეთ წოდებულ ნამიოქს არ ვაკეთებ იმაზე რომ სხვა წყაროები ყავს ქალბატონ ჩერგოლეიშვილს დარწმუნებული ვარ რომ მას სხვა ინფორმატორები არ ყავს ასე მაგალითად საქართველოს უსაფრთხოების თუ უშიშროების სამსახურიდან არც მე, არც მას და არც ბევრ პატიოსან იმ მოქალაქეს, ვინც ამ რეჟიმთან წინააღმდეგობაში არის და ჩვენ მხარდამხარ ვიბრძვით. ერთადერთი რაზეც მე მაინც გავამახვილებ ყურადღებას, ეს არის ეს გადაღებული ფორმები, რომლებსაც ქალბატონ ჩერგოლეიშვილი ჩემი მოსაზრებითაც ხშირად ან გარკვეულ შემთხვევებში ვერ არჩევს ხოლმე. იმიტომ კი არა რომ ფორმა მაინც და მაინც არ გარდაულად აუცილებელია მათი დაცვა თუ მათ ჩარჩოებში მოქცევა. უბრალოდ ვერ არჩევს ხოლმე ადრესატებს. არიან ადამიანები ჩვენ საზოგადოებაში, რომელსაც აგრესიულად შეიძლება მიმართო და აგრესიული ფორმები შეარჩიო მათთან ურთიერთობისა და არიან ადამიანები, რომლებსაც აგრესიული ფორმით უბრალოდ არ უნდა ელაპარაკო, მით უმეტეს რომ თლად ბოლომდე გამარჯვებული თუ მართალი შეიძლება აღმოჩნდეს რომ არ ხარ, ეს არ ეხება დღევანდელი ვიდეობლოგი ქალბატონ ჩერგოლეიშვილს. ეს პირველი 11 წუთი კი გავიდა ამასობაში, 12 წუთი უბრალოდ ამ თემას მივუძღვე. მეორე თემა კი არის ყბადაღებული დებატები სახელისუფლო არხებზე, სადაც ლიმიტირებული დრო ეძლევათ როგორც ხელისუფლებად წოდებული ბანდის წარმომადგენლებს, ისე მათ ოპონენტებს, ამ ბანდის ოპონენტებს, სამ-სამი წუთი თითო თემაზე, თითო საკითხზე და მე რაღაცა თუ არ ვწდები, კითხვა-პასუხის რეჟიმიც არის და დებატების ერთგვარი იმიტაციაც. იცით თქვენ რომ თავისუფლების მოედნის ერთ-ერთმა ლიდერმა უაღრესად პატივსაცემმა კაცმა სიკო ჯანაშიამ ვიდეოს გამოაქვეყნა და ვრცელი ტექსტიც იმის რაობაზე, რომ თუ არ ვწდები ტელეკომპანია იმედში და თუ არ ვწდები 14 რიცხვში, ის მონაწილეობას მიიღებს დებატებში განათლების საკითხებზე და მის წინ მისი ოპონენტები იქნებიან განათლების მინისტრად წოდებული ბატონი მიქანაძე, რომელმაც ერთი დანა ჩაარტყა განათლებას ზოგადად და განათლების სისტემას ზურგში ჩვენს ქვეყანაში და მეორე ამ მიქანაძის ნაჩალნიკი პრემიერად წოდებული ირაკლი კობახიძე ბატონი სიკო ჯანაშია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ დებატებში, არ გვიმხელს მის მხარეს, ანუ ჩვენ მხარეს, მოდი ასე ვიტყვი, დებატებში მონაწილე სხვა 2 თუ 3 პირს ამბობს რომ ისინი თავად იტყვიანო და ან ნახავთო ვინც მიიღებს მონაწილეობას. სწორი აქცენტებია, უკლებლივ ყველა აქცენტი რომელიც დაასვა სიკო ჯანაშიამ, რის გამოც ის მიიღებს მონაწილეობას ამ დებატებში, უკლებლივ ყველა არგუმენტი არის მსუყე, წონიანი, კარგი, დამაჯერებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბატონი სიკო ჯანაშია უაღრესად პატივსაცემი კაცი, კვლავ ვიმეორებ, ჩემთვის პერსონალურად გარდა იმისა, რომ პირველად ვიცნობ, რომც არ ვიცნობდე მას პერსონალურად, ის მაინც პატივს მისცემას იმსახურებს, იმიტომ რომ კვალიფიციური პირია, მშვიდი კაცია, აკადემიური კაცია, მართალი კაცია და მაგარი კაციც არის მეთქი ასე ვიტყვი. მე მაინც არ ვარ ამ დებატებში მით უფრო მოწინააღმდეგის მოედანზე მონაწილეობის მომხრე. იმიტომ რომ იქ არ გეძლევა შესაძლებლობა, ობიექტურად არ გეძლევა შესაძლებლობა გაშალო ფრთები და თქვა ყველაფერი ის, რასაც ფიქრობ ამა თუ იმ საკითხზე. ეს დებატები იმედზე რომ გაიმართება, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ობიექტური მსაჯულისათვის დასრულდება სიკოს და ჩვენ მხარეს მყოფი სხვა სპიკერების გამარჯვებით. მაგალითად 3 სპიკერი იქნება ჯამში თუ 4 ხო და ანგარიშით რაღაც 4-1, 5-1 თუ მაინც და მაინც საფეხბურთო ალუზიებზე უნდა ვილაპარაკოთ, 5-1, 6-1, 7-1 დიდი ანგარიშით დაამარცხებენ ხელისუფლებად წოდებული ბანდის ოპონენტები კობახიძეს და მიქანაძეს, რომლებსაც რასაკვირველია არგუმენტები არა აქვთ ან ცოტა თუ აქვთ. ბრტყელი ფრაზები იცოცხლე ბევრი, სადღეგრძელოები ბევრი იცოცხლე, მაგრამ აი არგუმენტები, ხო, წონიანი არგუმენტები მათ არ ან ნაკლებად ეკნებათ და მით უმეტეს თუ შეუპირისპირდებიან აკადემიური სექტორის კვალიფიციურ პირებს, რომლებიც კვლევებით, რომლებიც არგუმენტებით, რომლებიც წონიანი არგუმენტებით შეუპირისპირდებიან მათ. მაგრამ ამის მიუხედავად ერთი გოლის ჩვენს კარში გატანის შესაძლებლობა
მათ შორის იმიტომაც რომ დებატების ფორმატი არ არის თლად დამაკმაყოფილებელი, აუცილებლად ექნება სახელისუფლო ეგრეთ წოდებულ გუნდს, ანუ ბანდიტთა ჯგუფს, ხსენებულ კობახიძეს, მიქანაძეს და ვინც იქნება კიდე ხელისუფლებიდან. არ დაგავიწყდეთ, რომ ამავე დებატებში მიიღება მონაწილეობას პროქსი პარტიების წარმომადგენლები, ეს არის ნეიტრალური საქართველო, ეს არის ხალხის ძალა, რომელიც პრინციპში შეზრდილია ქართულ ოცნებასთან და ქართული ოცნების დანამატია, ანუ არ იქნება მთლად ესე, რომ ორდი იქნებიან ისინი, არამედ იქნებიან გაცილებით მეტი, ვინც ის იქნება განათლების ეგრეთ წოდებულ ექსპერტსაც მოიყვანენ, რავის მსგავს მაგალითად გიამურღულიასი პირობითად აბსოლუტურად ან ვასილ მაღლაფერიძისა, რომლებიც სწორედაც რომ ხელისუფლება წოდებული ბანდის წარმომადგენლების პოზიციას გაახმიანებენ და დაიცავენ. ამიტომ ჩვენ უფრო უმცირესობაში ვიქნებით, მაგრამ ამის მიუხედავად აკიგით ხარით, რომ სიკოს და სხვებს, ვინც მარჯვენა მხარეს იჯდება, მეთქი ასე ვიტყვი, ექნებათ შესაძლებლობა, რომ 7 არა უპასუხო, არამედ საპასუხო გოლი გაუტანონ სახელისუფლო ბანდიტთა ჯგუფს. მაგრამ ეს ერთი გოლიც კი მიღებული ჩვენს კარში, ეს ერთი ავტოგოლი თუ გდებავთ, არის ჩვენთვის ფრიად იქნება ჩვენთვის ფრიად დამაზიანებელი. რომ ვიცოდეთ მაინც, იმიტომ რომ ისინი სახელისუფლო ბანდა დასამარცხებელია მხოლოდ მშრალი ანგარიშით და ეს მშრალი ანგარიში დიდი ანგარიში კი უნდა იყოს, მაგრამ 7 გოლის გატანა მათ კარში საკმარისი სულაც არ არის. იმისთვის რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი აბსოლუტურად დარწმუნდეს იმაში, რომ მისი რჩეული პოლიტიკური ჯგუფი, კობახიძე და სხვები არიან პირწმინდად განადგურებულნი, საკმარისი არ არის უხეშად 7 თუ 10 გოლის გატანა, 10 გოლიანი უპირატესობით გამარჯვება ამ სახელისუფლო ბანდა ხელისუფლებაზე, აუცილებელია უხეშად 40, თუ გნებავთ ეს სიმბოლურად 41, ან 82, ან 164 გოლის გატანა და აი ამ უმშრალესი, მშრალი ანგარიშით, გამანადგურებელზე დიდი გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხება სახელისუფლო გუნდისა. ამის შესაძლებლობა კი ვაგლახდა სამწუხაროდ სიკოს, როგორც წესიერ კაცს, წესიერ სპიკერს, როგორც მცოდნეს კულტურულ კაცს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ის არ არის ავარი კაცი, ის არის 7 კაცი, ამის შესაძლებლობა კი სახელისუფლო ეგრეთ წოდებულ გუნდთან ოპოზიციის წარმომადგენელს ამ შემთხვევაში თავისუფლების მოედნის ერთ-ერთ ლიდერს და სხვა სპიკერებს ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ ექნებათ, მით უფრო დამატებით იმის გათვალისწინებით, რომ მოდერატორი ვინც იქნება იმედზე ვინ არის არ ვიცი, მაგდა ანიკაშვილი თუ არ ვცდები, იქნება სწორედაც რომ ხელისუფლებისაკენ მათ უფრო ესეთ ხო დავიხმაოთ თქვენს დებართვით აუწევს სატოპკეებს და უფრო ემოციურად, ვერბალურადაც იქნება ჩვენ მხარე მსყოფი სპიკერების მოწინააღმდეგე და წინააღმდეგე. ამის მიუხედავად მე არა ვარ მომხრე იმისა, რომ სიკო და სპიკერები, რომლებიც ჩვენ მხარეს იქნებიან, დიდად კი არა, საერთოდ ჩავქოლოთ და უპირისპირდეთ. მაგრამ ერთ რჩევას კი შევკადრებ თითოეულ მათგანს. ძალიან სწორია განათლებაზე ლაპარაკი, ძალიან სწორია ჯანდაცვაზე ლაპარაკი, ძალიან სწორია ფასების კლებაზე, თუ კლების აუცილებლობაზე საუბარი, მედიკამენტების ფასების კლებაზე საუბარი, ყველა სხვა სოციალურ და არასოციალურ საკითხზე საუბარი. განა არა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ნორმალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ნორმალური და კვალიფიციური ოპოზიციის წარმომადგენლები თუ მივლენ ამგვარ დებატებზე, ისინი რასაკვირველია დაამარცხებენ სახელისუფლო ბანდა არაკომპეტენტურ ბანდას მშრალი ანგარიშით 7-0, 7-1 ალბათ უფრო რაღაც 10-2 თუ 5-3. მაგალითად, ხან როგორ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ დამარცხდებიან ამ კონკრეტულ თემებზე. მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს და მე დარწმუნებული ვარ სიკოს ეს არაჩვეულებრივად ესმის და სხვა სპიკერებსაც, რომ ჩვენ ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ ურთიერთობთ პრინციპში საოკუპაციო რეჟიმთან, რუსების პირდაპირ აგენტურასთან, რომელსაც რაც არ უნდა არგუმენტი დაუდო წინ, ცხვირწინ, ისინი არ შეცვლიან საკუთარ პოზიციას. ანუ დებატები იმიტომ კი მარიმართება, რომ ამ დებატების დროს ჩატარდეს რა სახელდახელო კვლევა, გამოიკვეთოს გამარჯვებული და თუ გამარჯვებული არის სხვა მხარის წარმომადგენელი, იმ მხარის არგუმენტები გაიზიაროს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, არამედ იმართება იმიტომ, რომ სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს ბჭყალებში გასაკვირველია და ქართულმა ოცნებამ თქვას, რომ აგე მე დებატები გავმართე, აგე იმსჯელეს ჩემთან ერთად, სულაც არ დავმარცხებულ ვარ, იმიტომ რომ ინდიკატორი პრინციპში არის
არც არსებობს ეს პირდაპირი ინდიკატორი დამარცხება გამარჯვებისა და ეს კი არის მადასტურებელი იმისა, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მონაწილეობდა ამ დებატებში, აგე თურმე მაღიარებს და ეს არის ნორმალიზება ვითარებისა, აგე ამოიფსო უბსკრული ჩვენ შორის და ეს არგუმენტები უნდა ოდიში თუ ტელეფონი გადავარდა მაგრამ ამ ვიდეო ბლოგს ვერ შევწყვეთ ეს არგუმენტები უნდა დაახვაოს ქართულმა ოცნებამ რეალებს ფაქტია ეს არგუმენტები უნდა დაახვაოს ქართულმა ოცნებამ და მე უკვე მიაწოდოს უნდა მიაწოდოს დასავლეთსაც მათ შორის და უთხრას რომ აგე მე ნორმალური ვითარება შევქმენი ქვეყანაში მე მიცხდებიან და მელაპარაკებიან ამა თუ იმ საკითხზე რაც არსებითი ტყუილი იქნება ამიტომ მე სიკოს და სხვას ვინც მონაწილეობას აპირებს ნორმალური ოპოზიციიდან და ნორმალური პოლიტიკური ძალიდან და რა საკვირველია თავისუფლების მოედანი უაღრესად ნორმალური ადამიანებისაგან დაკომპლექტებული შემდგარი ახალი პოლიტიკური ძალა მე ვურჩევდი მაგის აყირავებას ცხადე არაპირდაპირი მნიშვნელობით და გამაცდელობას რომ შეგეტიათ ეცადეთ რომ შეუტიოთ სახელმწიფო ბანდას არა მხოლოდ თქვენს ხელთ არსებული ისედაც არსებული არგუმენტებით აღესე მაგალითად გადაწყვეტების საკითხებზე არამედ სხვა თემებზეც გადაიტანეთ ყურადღება შეაჩერეთ ყურადღება სხვა თემების წამოსციეთ წინ მათ შორის ეს არის უსაფრთხოების თემები ქვეყნის დესუვერენიზაციის თემა საქართველოს ევროპული მომავლისათვის ზურგში დანის ჩარტყმის თემა 28 ნოემბერს 2024 წლისა მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება დამოუკიდებლად იმისა მოდერატორი მაგდა ნიკაშვილი ან სხვა პირები მათ შორის თქვენი ოპონენტები მოგცემენ თუ არა ამის შესაძლებლობას თქვენ სწორედაც რომ ქიმიური იარაღი როგორ გამოიყენა მაღალი ალბათობით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მოქალაქეების წინააღმდეგ ამაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება გარდა ან პარალელურად გადათლების საკითხებისა თუ ეს მოხერხებადია თუ ამას მოახერხებთ ამ შემთხვევაში ჩვენ ერთად თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი გავიმარჯვებთ ამ ეგრეთ წოდებულ დებატებში არა ანგარიშით 7-ით 1 თურმით 2 ან 10-ით 3 10-ით 1 არამედ გავიმარჯვებთ სწორედაც რომ 80-ით თუ 90-ით თუ 180-ით თუ 360-ით 0 მე სიკოს წესიერებაში სიკოს კომპეტენტურობაში სიკოს კვალიფიციურობაში სიკოს სწორ სახელმწიფოებრივ მიდგომებში და სხვა მონაწილეებისა რასაკვირველია ეჭვი არ მეპარება და ვუჭერ მხარს მათ რაღაცა მიიღეს გადაწყვეტილება დებატებში მონაწილეობის თაობაზე არ ვარ მათ შორის ვინც ამის გამო მათ ებრძვის და მიწასთან აცსწორებს ან ცდილობს რომ მიწასთან გაასწოროს პირიქით წარმატებას უსურვებ მაგრამ მოკრძალებულ რჩევას კი ვკადრებს სიკოსაც და ყველას ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ ეგრეთ წოდებულ მაინც თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი დებატებში ოღონდ სიკო აყირავეთ მაგიდან აყირავეთ თემები მართლა მაგიდას ხომ არა აყირავეთ პირდაპირ მნიშვნელობით აყირავეთ თემები და დამოუკიდებლად მიუხედავად იმისა რომ განათლების საკითხზე დაკპადიჟათ ამ სახელმწიფო პროპაგანდისტურ ბარხმა შემოიტანეთ დღის წესრიგში სხვა თემებიც ეს არის უსაფრთხოების თემები თავდაცვის თემა საგარეო ურთიერთობები და ასე შემდეგ აგრეთვე ადამიანის უფლებები აგრეთვე ქიმიური იარაღის საკითხი ასევე სახელმწიფო გადატრიალება საქართველოს ხელისუფლების ბაცოდებული ბანდის მიერ დასავლეთის გზის ღალატი, ჩვენი გზის ღალატი, წინაპართა ღალატი, არ გაგიჭირდებათ ამგვარ თემებზე საუბარი და ასე შემდეგ და გარდა ამ ვიწრო თემისა ისაუბრეთ ამ თემებზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მათი პირწმინდად გაცამტვერება, განაცარტუტება თუ გნებავთ ვიტყვი ასე და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ თუ არ მინდა თქვა მოემზადოთ მეთქი ეს ვიხმარო მაგრამ თუ რაღაცა ბრეინშტორმინგი გექნებათ ერთმანეთში იმასთან დაკავშირებით არა მხოლოდ რა უთხრათ არამედ როგორ უთხრათ ამ თემაზე როგორ უთხრათ სახელმწიფო ბანდის წარმომადგენლებს მე დარწმუნებული ვარ რომ ეს შესაძლებელი იქნება არ არის სწორი სიტყვა სარკესთან ივარჯიშეთ მეთქი ცხადია არა ვინც სარკესთან ვარჯიშობს უმრავლეს შემთხვევაში ის სწორედაც რომ ვერ ახერხებს
ვერ აიმეორებს იმას, რასაც როგორც ესი კარგად ასრულებს ხოლმე სარკესთან. ეს გაგიკვირდება და ასეა, მაგრამ რაღაცა ერთი თუ რამდენიმე ბრეინშტორმინგი, მათ შორის რაღაც ოპონენტებთან გავლა საკითხებისა, არა მხოლოდ რას გეტყვით კობახიძე თუ მიქანაძე, არამედ როგორ გეტყვით, როდის გეტყვით, რა body language ექნება, რა ეცმევა ამის ჩათვლით პირდაპირ მნიშვნელობით თქვენ რა უნდა გეცვათ. ხო, რა ფერში უნდა იყოს შემოსი, ყველაფერი გაიარეთ და შეკარით წარბი და ისე შედით დისკუსიაში კი არა, ისე შედით ამ მსჯელობაშიც არა, ამ კამათში სახელმწიფო ბანდის წარმომადგენლებთან. ეს კამათიც არ არის საბოლოო ჯამში, ეს უნდა იყოს გიგიბოდიშებ ცხადია, მაგრამ რაღაცა მიღებულია გადაწყვეტილება, ასე უნდა თქვა მაინც. ეს უნდა იყოს არა მხოლოდ შინაარსი, უნდა შემოგთავაზოთ, არამედ უნდა შემოგთავაზოთ ფორმაც და უნდა გიბოდიშებთან სიტყვის უნდა დაჩაგროთ ოპონენტები. ახლა უკვე იმედი თქვენზე უარს ვერ იტყვის. შეხვალთ თუ არა პირველივე წინააღმდება. როცა გკითხავთ წამყვანი მოდერატორი მაგდა ანიკაშვილი რამეს, გააზრის ბრძანდებით ბატონო სიკო, რაღაც განათლების რეფორმას, რაღაც სისულელეს საბოლოო ჯამში, თქვენ უნდა უთხრათ ბატონო ანიკაშვილს, რომ რა განათლების რეფორმაზე მელაპარაკები, ხალხს მაღალი ალბათობით ქიმიური იარაღი ესროლეს. იცით რა, ჩვენ ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ, ბატონო სიკო იქნება და იმჩელოთ სწორედაც რომ ამ თემაზე აი მაგალითად სასკოლო განათლებაზე. მესმის სასკოლო განათლებისთვის დარჩება მე დრო, მაგრამ მანამდე გეტყვით რომ ამათმა საქართველოს სახელმწიფოში მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება 28 ნოემბერს 2024 წლისა. აი ეს არის სალაპარაკო. ესენი თამაშობენ პუტინის თამაშს და ასე შემდეგ. გამოიყვანეთ წყობიდან ბანდიტი ირაკლი კობახიძე. ნახვამდის.